მარტისტების კვირეული ევგენი მიქელაძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში საზეიმოდ გაიხსნა გუშინ. ფანარია სწორედ ასე ჰქვია ფესტივალს, რომელიც კვირეულის ფარგლებში გაიმართება. ფესტივალი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ არის ორგანიზებული და 15-დან 28 წლამდე ნიჭიერი ახალგაზრდების პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ფესტივალის პირველი დღე ახალგაზრდა მხატვრის გამოფენითა და იმპროვიზებული კონცერტით გაიხსნა. დღეს კი რვა ახალბედა პოეტი საკუთარ შემოქმედებას საჯაროდ წაიკითხავს. ლიტერატურული საღამო ევგენი მიქელაძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში 8 საათზე დაიწყება. დღევანდელი კვირეული ფანარტისა, რომელიც გაიხსნა, ძალიან მნიშვნელოვანია იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც თვლიან, რომ თავი რეალიზაცია ვერ მოახდინეს. ამიტომ ჩვენ აქ რაც ვნახეთ, ამ ერთი კვირის განმავლობაში რასაც ვნახავ, ეს იქნება დიდი ნიჭიერების გამოხატულება და მე ვფიქრობ, ჩვენმა საზოგადოებამაც უნდა იხილოს გამოფენები, კონცერტები და საუბრები იმ ახალგაზრდებთან, რომლებიც ძალიან ნიჭიერები არიან. დღეს გავხსენით მარტისტების კვირეული უკვე ოფიციალურად 24-დან 31 მარტის ჩათვლით. ეროვნული მუსიკალური ცენტრის კარი ღია ყველა ადამიანისთვის, იმიტომ რომ აქ დასწრება თავისუფალია.